ახლახან აშკარა გახდა, რომ ფეირანში ელექტროენერგიის გათიშვა მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი არ არის. ამ სამშაბათს 2026 წლის 31 მარტს ენერგიის შეწყვეტა, რომელმაც ირანის დედაქალაქის ნაწილები და ასევე ქარაჯი დააზარალა. მას შემდეგ, რაც ელექტროსადენებზე თავდასხმები და დაზიანებები მოხდა, ამ მომენტის უფრო მკაცრ შეფასებას აძლიერებს. რევოლუციური გვარდია ვეღარ ახერხებს აბსოლუტური კონტროლის იმიჯის შენარჩუნებას, ვერც კი რეჟიმის გულში. რაც მოხდა, მარტივი გასაგებია და მძიმეა თავისი გავლენით. დარტყმული იქნა სამხედრო ობიექტები, გარშემო ინფრასტრუქტურამაც იგრძნო დარტყმა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ქვეყნის დედაქალაქი სიბნელეში ჩაიძირა. ზუსტად მაშინ, როცა მთავრობა ცდილობს სიმტკიცის იდეის გაკიდვას. პრობლემა ისაა, რომ ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად ციფრული გათიშვაც დაემატა. ირანის რეჟიმს უკვე ჰქონდა გათიშული ინტერნეტის კავშირი მთლიანად და სხვა რეგიონებშიც. იანვრიდან როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასატელიტური კავშირი თითქმის 1%-მდე დაეცა ნორმასთან შედარებით. ეს აჩვენებს, როგორ მოქმედებს სისტემა მაშინ, როცა ვერ აკონტროლებს ზიანს, ცდილობს აკონტროლოს ინფორმაცია. ეს ასე მუშაობს. კავშირის გაწყვეტით, მოსახლეობის იზოლაციით, გამოსახულებების გავრცელების შეზღუდვით და ნებისმიერი შიდა რეაქციის გაძნელებით. რატომ? იმიტომ, რომ მთავრობას, რომელიც საკუთარ სტაბილურობაში დარწმუნებულია, არ სჭირდება დამალოს ის, რაც ხდება. ინტერნეტის გათიშვა, სახელმწიფო ტელევიზიის გატეხვასთან და პროტესტების შემდეგ დაწყებულ რეპრესიასთან ერთად, უფრო ნაკლებად ძალას და უფრო მეტად ქუჩების დაკარგვის შიშს მიუთითებს. და ნარატივი, სადაც ეს ყველაზე ნათლად ჩანს, სწორედ თეირანშია, რომელიც სახელმწიფოს ავტორიტეტის ვიტრინა უნდა იყოს. როცა დედაქალაქში ელექტროენერგია ითიშება, როცა მთავრობას სჭირდება იჩქაროს და ახსნას, რომ მთავარი სამიზნე არ იყო ელექტროსოსადგური, არამედ მის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტი, და როცა ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს შიდა კომუნიკაციის ჩახშობას, პოლიტიკური გზავნილი დამანგრეველია. ეს მხოლოდ მატერიალურ ზიანს არ ეხება, ეს ეხება დაუმარცხებლობის აურის დარღვევას. ირანის რეაქციაც ხელს უწყობს ახსნას, რატომ გაუარესდა ეს მდგომარეობა კიდევ უფრო. დომინირების ჩვენების ნაცვლად თეირანმა დაიწყო რეგიონული ქაოსის გაფართოება. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის თავდასხმამ დააზიანა ენერგიისა და წყლის გამთნარების ქარხანა ქუვეითში და მოკლა ერთი ინდოელი მუშა. ეს პასუხობს კიდევ ერთ მთავარ კითხვას: როგორ რეაგირებს რეჟიმი, როდესაც თავს ზეწოლის ქვეშ გრძნობს? ის ავრცელებს კრიზისს საკუთარი საზღვრების მიღმა და კონფლიქტის ფასს აკისრებს აუცილებელ ინფრასტრუქტურას, მათ შორის მეზობელ ქვეყნებშიც. ეს ნაბიჯი ფეთქებადია, რადგან წყალი და ენერგია დეტალები არ არის. ისინი მიზნებია, რომლებიც გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სტაბილურობასა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების შეგრძნებაზე. შედეგად მივიღეთ რეჟიმი, რომელიც შინაგანად წნეხის ქვეშ მყოფი, იწყებს ძლიერ არასტაბილურობის გამოწვევას შეერთებული შტატების მხარეს. მარკო რუბიომ სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ ოპერაციას აქვს მკაფიო მიზნები. ირანის საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების და რაკეტებისა და დრონების გაშვების შესაძლებლობის განადგურება ან მნიშვნელოვნად შემცირება. ასევე იმ ქარხნების დაზიანება, რომლებიც ამ აპარატს უზრუნველყოფს. მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ამ ფაზას დაასრულებს რამდენიმე კვირაში და არა თვეებში და ეს მოხდება სახმელეთო შეჭრაზე დამოკიდებულების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჯარები გაიგზავნა მოქმედების თავისუფლების მისაცემად, ეს ხსნის თეირანზე არსებული ზეწოლის მასშტაბს. მეტყველმა ქვეყნებმა დაიღუპნენ მასპინძლობით, საჰაერო შეტევებით, რაკეტებით და პაულუასთან ერთად. ბაიას მთავრობა სენატი ცდილობს დაშალოს მისი შესაძლებლობა, დააშინოს რეგიონი და შეამციროს რეგიონი. მან თქვა მიზნებზე: travar o estreito de Hormuz e os ტერიტორიის რეინკარნაციის უსაფრთხოების გეგმა და ერთი, რომელიც მზადაა ამისთვის, მზადაა ამის გაკეთება, მაგრამ მზადაა გააკეთოს, მზადაა ამის გაკეთება, არ არის მზად ამის გაკეთებისთვის. ის არა, ის მზადაა ამისთვის, მაგრამ ირანელი და მისი რევოლუციური გვარდია. და რატო? იმიტომ, რომ დასუსტებული რეჟიმი ცდილობს გადარჩენას სიმართლის დამალვით, ინფორმაციის დასჯით და დაძაბულობის გავრცელებით. ამიტომ თეირანში დენის გათიშვა გახდა ყველაზე ნათელი სურათი ძალაუფლებისა, რომელიც ჯერ კიდევ ემუქრება, მაგრამ უკვე ვეღარ არწმუნებს ისე, როგორც ადრე.